ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათა შორის სამიტი მიმდინარეობს. სულ ცოტა ხანში მინისტრები უკვე გაფართოებულ ფორმატში მიუხვდებიან მოლაპარაკებების მაგიდას. ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს უნგრელი კოლეგა ვიქტორ ორბანი პირისპირ მასპინძლობს. ასევე პირისპირ შეხვედრები უნგრელ კოლეგებთან გამართა ბუდაპეშტში მყოფმა ყველა მინისტრმა. კომისიის სხდომა უკვე მეორედ იმართება. პირველად მასპინძელი საქართველო იყო. სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს შორის განსახილველი საკითხები, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კუთხით საკმაოდ ბევრია. თემას ბუდაპეშტიდან სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს. ამ წუთებში მიმდინარეობს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა. ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს კარმელიტას სასახლეში მასპინძლობს. სწორედ პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდგომ დაიწყება უკვე გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებათა მაგიდას ორი ქვეყნის მთავრობები, უნგრეთისა და საქართველოს მთავრობები, სრული შემადგენლობით მიუსხდებიან. თუმცა მანამდე ჩვენ უნდა ვისაუბროთ დახვედრის საზეიმო ცერემონიალზე, რომელიც ბუდას სასახლის ეზოში შედგა, რომელიც იყო საკმაოდ პომპეზური და ძალიან შთამბეჭდავი. ცხენოსანი გუშაგების მონაწილეობით მინისტრები მიესალმნენ ერთმანეთს, გაჟღერდა საქართველოსა და უნგრეთის სახელმწიფო ჰიმნები და მოკლედ უნდა თქვას, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი დახვედრის ღონისძიება გამოვიდა. რაც შეეხება უკვე პირისპირ შეხვედრას, რა თქმა უნდა, ვდავთქვათ ისიც, რომ ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრები პირველად არ ხვდებიან ერთმანეთს, მათ გასული თვეების განმავლობაში მათ უკვე რამდენჯერმე ჰქონდათ საშუალება, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განეხილათ პირისპირ შეხვედრებზე. ამისთვის ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი იყენებდნენ ყველა საერთაშორისო სამიტის თუ ფორუმის ფორმატს, თუმცა მაშინ, როდესაც საუბარი არის ძალიან ახლო მეგობარი და მეტად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების პირველ პირებზე, ამ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობაზე, რა თქმა უნდა, დღესაც უნდა ვევარაუდოთ, რომ საკითხთა ჩამონათვალი იქნება საკმაოდ ფართო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და უნგრეთს აკავშირებთ არა მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით, არამედ ეკონომიკური მიმართულებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. უნგრეთთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა გაგვაჩნია, რომლის ფარგლებში ჩვენ გვაქვს ასევე სპეციალური ფორმატი, ეს არის მთავრობათშორისი სამიტი, რომელიც გაიმართა საქართველოში და ახლა ჩვენ განმეორებით სამიტს ვატარებთ ბუდაპეშტში. ამ სამიტის ფარგლებში ფაქტიურად თანამშრომლობის ყველა მიმართულებით ჩვენ კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას გეგმავთ. ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი და შეთანხმებები, რომელიც ამ სამიტიდან გამომდინარეობს, არსებობს განათლების, კულტურის, ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ იცით, რომ მიმდინარე წელს ამოქმედა ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულება, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვფიქრობ, რომ ეს კარგი წინაპირობაა იმის, რომ უნგრეთიდან საქართველოში უკვე დაიწყოს ინვესტიციების განხორციელება და ასევე ვითანამშრომლებთ, რა თქმა უნდა, ტრანსპორტის და გადაზიდვის სფეროებში. თავად მთავრობათშორისი კომისიის ფორმატი ნიშნავს იმას, რომ ასეთ შეხვედრაში მონაწილეობენ მთავრობების სრული შემადგენლობით. რა თქმა უნდა, ბუდაპეშტში ჩამოსული საქართველოს მთავრობის წევრები, მინისტრები ხვდებიან შესაბამის კოლეგებს, ფორმდება უფრო მჭიდრო თანამშრომლობების მემორანდუმები, ხელშეკრულებები. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ჰქონდათ შეხვედრები კოლეგებთან ჯანდაცვის, სპორტის, სოფლის მეურნეობის მინისტრებს, ასევე კულტურის მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და ამ შეხვედრებზე ყურადღება და აქცენტი გამახვილდა იმაზე, სად შეიძლება კიდევ საქართველოსა და უნგრეთს შორის გაღრმავდეს და უფრო მჭიდრო გახდეს პარტნიორობა ამა თუ იმ მიმართულებით. მაგალითად, ვიცით, რომ იუსტიციის სამინისტრომ გააფორმა შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხზე, გაფორმდა მემორანდუმი სპორტის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით სპორტის მინისტრი გვეუბნება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სპორტული მიმართულებით უნგრეთის გამოცდილების გაზიარება. როგორც გითხარით, აბსოლუტურად ყველას ექნება ორმხრივი შეხვედრა კოლეგა მინისტრთან და ამის შემდგომ უკვე მთავრობების სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე. ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც დეტალურად არის გაწერილი რა მიმართულებებით შეიძლება ვითანამშრომლოთ. ეს არის დაწყებული ადგილწარმოშობის ბრენდებიდან დაწყებული, როგორც აქ უნგარიკუმი არის ასეთი უნგრეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრენდი, აქ თუ როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობის პროდუქტებში გამოყენებული იყოს ეს ბრენდი, ისე რომ
ამავდროულად მოხდეს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი სოფლის მეურნეობის მიმართულებით და არ დაიკარგოს ის უნიკალურობა, რომელიც ქართულ პროდუქციასთან ახლავს, ეს გამოცდილება უნგრეთს საკმაოდ კარგად აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად მათი გამოცდილების გაზიარება. პატივი მქონდა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხედროდი ჩემ კოლეგას, რომელთანაც გავაფორმეთ მემორანდუმი, როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა სპორტული შედეგების კუთხით. ჩვენ მათი გამოცდილება აუცილებლად გასაზიარებელი გვაქვს და ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ახლო მომავალში განსაკუთრებულად წყალბურთში, მათ შორის ცურვის ნაწილში, ახლო მომავალში გავცდით მწვრთნელებს, რომლებიც გადაემზადებიან, რომლებიც მომზადებენ ჩვენ სპორტსმენებს და დარწმუნებულობა ახლო მომავალში დიდი გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართულ-უნგრულ ურთიერთობებში. პირისპირ და გაფართოებული ფორმატების დასრულების შემდგომ, შეხვედრების დასრულების შემდგომ ჩვენ უკვე ველოდებით პრემიერ-მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციას. ირაკლი გობახიძე და ვიქტორ ორბანი უკვე ამ საბჭოს ამ სხდომის შესახებ თავად გააკეთებენ განცხადებებს სიახლეებზე, მიმართულებებზე, რომლებზეც შედგა საუბარი, რა თქმა უნდა ველოდოთ პოლიტიკურ განცხადებებსაც, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ უნგრეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და აქტიური მხარდამჭერი მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების გზაზე. საქართველოს-უნგრეთის მთავრობათა შორის სამიძე სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა.